მოგესალმებით, ეს ნეთორარჩია, მე კიდევ ომარხის შემქმნელი ოთარ გიორგაძე ვარ და მოდით დავიწყოთ. წინა ვიდეოში მე მქონდა საუბარი თუ როგორი ტიპის კომპანიები არსებობს ქსელურ მარკეტინგში. დღეს კი მე ვისაუბრებ სწორედ იმ პროექტზე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანის ინტერესს იწვევს, სადაც ვარ ახლა მე და ძალიან მალე დაიწყება ბუმი, როგორც საქართველოში, აგრეთვე მსოფლიოს მასშტაბით. რაზეც მე ახლა ვისაუბრებ, ასეთ ტიპის კომპანიები საერთოდ მთელ მსოფლიოს მოივლიან ხოლმე და შემდეგ მოდიან საქართველოში, მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ეს ერთ-ერთი სტარტი ხდება საქართველოდან და ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკლედ გადავალ უკვე კომპანიაზე. ჯიფუ კომპანია დაფუძნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 წლის წინ. ჯიფუ გვთავაზობს სიუხვით სავსე ცხოვრებას. ის არის საერთაშორისო კომპანია, გლობალურ ბაზარზე მუშაობს და შესაბამისად გლობალურადაც ვითარდება. ეს არის ძალიან სწრაფად მზარდი კომპანია. ესეთი სწრაფის და რა თქმა უნდა გარკვეული მიზეზებითაა განპირობებული. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მე აქ ვარ, ეს არის ძლიერი გუნდი. პროფესიონალები ქმნიან დიდ შედეგებს და აგრეთვე უნიკალური კონცეფცია. წან მე ვახსენე სიუხვით სავსე ცხოვრება და როდის არის ადამიანის ცხოვრება სრულფასოვანი, როცა ვართ ჯანმრთელები, ბევრს მოგზაურობთ და გვაქვს ფული, რომელიც მოგვს განათლებას. ალბათ ამაში შენც მეთანხმები. ჯიფუ ამ ყველაფრის შესაძლებლობას იძლევა. ის ეყრდნობა სამ სვეტს, მოგზაურობას, ჯანმრთელობას და განათლებას. ჯიფუს პროდუქტები და სერვისები შენზე და შენს წარმატებაზეა მორგებული. მოდი მივყვებით თანმიმდევრულად და დავიწყებ მოგზაურობით. ჯიფუ არის პლატფორმა, სადაც შეგიძლია შეიძინო ფასდაკლებით, სასტუმროები და სხვადასხვა ტურისტული სერვისები. როცა მივმგზავრებთ სადმე, ყოველთვის ვეძებთ უკეთეს შეთავაზებას, უკეთეს ფასად და ამას სად ვეძებთ? სხვადასხვა ტურისტულ პლატფორმებზე, მაგრამ რეალურად არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ტურისტული პლატფორმა იქნება. ყველა იყენებს ერთ ციფრულ ბაზას და ამ ციფრულ ბაზაზე არის განთავსებული საბითუმო ფასად, სასტუმროები და სხვადასხვა ტურისტული სერვისები, შემდეგ ის სხვადასხვა პლატფორმები ამატებენ უკვე თავიანთ თანხას, მაგრამ ჯიფუ აქ თანხას არ ამატებს. იგივე პლატფორმას იყენებს, მაგრამ თანხას არ ამატებს და ჯიფუზე შესაძლებელია შედარებით დაბალ ფასში ნახოთ იგივე შეთავაზებები. მაშინ შეკითხვა გაგიჩნდება, კარგი, თუ არ ამატებს ჯიფუ თანხას, მაშინ ჯიფუს რა ხეირი? საქმე იმაშია, რომ კომპანიას აქვს მხოლოდ პარტნიორებისთვის affiliate პროგრამა, სადაც გამოწერის საშუალებით თქვენ $36 ყველა ფასდაკლებაზე გაქვთ წტომა. ახლა შემდეგი შეკითხვა გაგიჩნდება. კი, მაგრამ მე ამდენს არ მოგზაურო, ღირს ყოველთვიური გადასახადი? მოდი ვნახოთ, რატომ არის მაინც საინტერესო. აქვე დავამატებ, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ფასდაკლებით შევიძინოთ სხვადასხვა ტურისტული სერვისები და სასტუმროები, აგრეთვე ჩვენ გვაქვს ფასის გარანტია. კომპანია გვეუბნება, თუ თქვენ რომელიმე სხვა პლატფორმაზე ნახავთ უფრო ნაკლებ ფასში, ფასის სხვაობას 110%-ით აგინაზღაურებ. დაუბრუნდეთ ახლა რატომ არის საინტერესო მაინც გამოწერა. ყოველ ჯერზე, როდესაც სხვადასხვა აქტივობებს ასრულებთ, გიგროვდება გარკვეული travel point-ები, რისით განაღდებაც შეგიძლიათ თანხაში, ან ისევ მოგზაურობაში გამოყენებაც შეგიძლიათ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი დაზოგოთ თანხა. მაგრამ სულ ეს არაა. როდესაც ვართ ჯიფუს პარტნიორი, გაქვთ გარკვეული ბმულები თქვენი მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის. თქვენ როდესაც ამ ბმულს თქვენს მეგობარს გადაუგზავნით და ის დაჯავშნის გარკვეულ სასტუმროს ან სხვადასხვა ტურისტულ სერვისს, თქვენი ფასდაკლების შესაბამისი 75% ერგება მას, ამ 75%-ს დაზოგავს ის და 25% რაც დარჩება, ის წამოვა მოგების სახით თქვენთან. და ეს მოხდება ყოველ ჯერზე. და ნახეთ, ისიც იმანაც ხო დაზოგა თანხა და აგრეთვე ამით თქვენც ისარგებლეთ. ასეთი ბმულები შეგიძლია დაარიგო რამდენიც გინდა. შენ როდესაც ხარ პარტნიორი, გაქვს გარკვეული პაკეტი შეძენილი და ის განსაზღვრავს შენი ბმულების რაოდენობას. და ნახეთ, თქვენ მეგობრები გყავთ ზოგი აქ საქართველოში, ვისაც უყვარს საზღვარგარეთ მოგზაურობა, ვიღაცები გყავთ უცხოეთში, არ აქვს მნიშვნელობა, ჯიფუ მუშაობს ყველგან. როდესაც შენ 12 თვის განმავლობაში გაქვს ჯიფუს პორტალი გამოწერილი, შენ გენიჭება დასვენების ვაუჩერი, რომელიც არის 4 კაცზე, შეგიძლია წახვიდე შენ მეგობრებთან ერთად, შენს ოჯახის წევრებთან, არის გარკვეული კურორტების სია, რომელსაც ამოარჩევ, არის 4-დან 7 ღამემდე
დასვენება, შენ უბრალოდ როცა მიდიხარ, იხდი მოსაკრებელს და დანარჩენი ღირებულება შედის თვითონ იმაში ვაუჩერში. ასევე არსებობს აპლიკაცია, რომელიც შეგიძლია დააყენო შენ smartphone-ზე და გეყოლება ტურაგენტი ჯიბეში. შემდეგი მიმართულება, რასაც ვთავაზობს ჯიფუ, ეს არის ჯიფუ ჯანმრთელობა. საერთოდ როცა ჯანმრთელობა გვესმის ადამიანებს, ყოველთვის გაგვირუის დაავადებებისკენ, საავადმყოფოებისკენ, ექიმებისკენ ყურადღება, მაგრამ ჯიფუს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ახლა რას აკეთებს ჯიფუს პროდუქტები? ჩვენ ვიცით, რომ თუ გვინდა ვიყოთ ჯანსაღად, უნდა ვიკვებებოდეთ სწორად, უნდა ვარჯიშობდეთ, გქონდეს ნაკლები სტრესი და კიდევ ბევრი რამე, რომ ვიყოთ ჯანმრთელები. მაგრამ თურმე მხოლოდ ეს აღარ ყოფილა საკმარისი, იმიტომ რომ იმდენად არის საკვები გაფუჭებული, რომ ის სასარგებლო ვიტამინები იმ დოზით არ არის, რამდენიც ორგანიზმს ჭირდება და ამისთვის გარედან საჭიროებს დამატება და ამას აკეთებენ საკვები დანამატები. საკვები დანამატები ერთია, მაგრამ თანამედროვე მიდგომა საკვები დანამატების მიმართ ეს არის ფუნქციური პროდუქტები და სწორედ აი ამაზე მექნება საუბარი. მოკლედ მოვყვები ახლა თითოეულ პროდუქტზე. დავიწყებ ჯენსამით. ჯენსამი არის კოლაგენი. კოლაგენისგან შედგება მთლიანი ჩვენი სხეულის კარკასი. ის არის მთავარი ცილა, რაც არის დამოკიდებული თმის ხარისხი, ფრჩხილის ხარისხი, თვალის, კანის და ასე შემდეგ. ასაკის მატებასთან ერთად კოლაგენს ჩვენ ვკარგავთ დაახლოებით 30 წლის შემდეგ, მაგრამ ჩვენ როდესაც ვავსებთ ისევ ორგანიზმს, ჩვენი თვის ხარისხი დგება თავის მდგომარეობაში, აღარ გვიჭრაჭუნებს სახსრები და არაფერი აღარ გვტკივა. ყველაფერი მწყობრში გვაქვს. რას გვთავაზობს ახლა ჯიფუ ამ კუთხით? ეს არის ჰიდროლიზებული კოლაგენი, რომელიც არის ძალიან მაღალი ხარისხის, ერთი ულუფა არის მთლიანი დღის სამყოფი, არ აქვს სპეციფიური კოლაგენის გემო, რის გამოც ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს მისი მიღება ხოლმე, არის ძალიან გემრიელი დასალევი კენკრის გემო აქვს. აგრეთვე ჯენსამში შედის სუპერხილი. სუპერხილი შეარქვეს ისეთ პროდუქტებს მეცნიერება, სადაც ერთჯეროვნად ბევრად მეტი ვიტამინია კონკრეტულად იმ პროდუქტში და ასეთი 8 ინგრედიენტით არის გამდიდრებული ჯენსამი, რაც კიდევ უფრო მეტ ეფექტს ძენს მას. რა მოხდება, როცა კოლაგენის დალევას დაიწყებთ? კანი იძენს ახალგაზრდულ იერს, ნაოჭები ივსება, აგრეთვე სახსრები, კუნთები, თმა, ფრჩხილები უმჯობესდება, აღდგება მოძრაობა, მხედველობა და ორგანიზმის საერთო ფუნქციონირება. შემდეგი პროდუქტი არის ლივ, რომელსაც ჯიფუ გვთავაზობს. ეს არის ძლიერი ანტიოქსიდანტური ნაზავი და ის არის გელის სახით წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ლორწოვანი გარსის საშუალებით გაცილებით უფრო მარტივად შეიწოვება აქტიური ნივთიერებები, რაც მის ეფექტურობას უფრო აუმჯობესებს. მასში შედის ორი ძლიერი კომპონენტი, რომელზეც დღეს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. პირველი ეს არის რესვერატროლი. რესვერატროლი არის ყველაზე მძლავრი ანტიოქსიდანტი, რაც კი გამოიყენება, ის აღმოაჩენს შავი ყურძნის ჩეფჩოში და მაგიტომ იძახიან ხოლმე, რომ შავი ღვინო სასარგებლოა, მაგრამ ჩვენთვის რომ სასარგებლო იყოს, ამდენის დალევას ფიზიკურად ვერ შევძლებთ. ერთ წელს საშეში, რაც არის ერთი დღის სამყოფი, შედის 170 ჭიქა შავი ღვინოში მოთავსებული რესვერატროლი. და რესვერატროლს აქვს უნარი, რომ უჯრედში ძალიან სწრაფად შეაღწიოს, აგრეთვე გამოთენოს მავნე ნივთიერებები და მძიმე მეტალებიც კი. მეორე ინგრედიენტი, რაც აქ შედის, ეს არის გლუტათეონი. გლუტათეონს ძალიან ბევრს საუბრობენ პროფესორები, ზოგი გადასხმასაც კი იკეთებს, განსაკუთრებით კი სპორტსმენები. ის ძალიან მნიშვნელოვანი ნივთიერება ორგანიზმისთვის, რასაც გამოიმუშავებს ჩვენი ღვიძლი, მაგრამ თან უნდა დავამატოთ კიდეც. აგრეთვე ამ ლივში შედის 10 სუპერხილი, რაც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ამ პროდუქტს. იგი უზრუნველყოფს მძლავრ იმუნიტეტს, აძლევს ენერგიას, ეხმარება უჯრედულ განახლებაში, ხელს უშლის დაბერების პროცესების სწრაფ განვითარებას. შემდეგი პროდუქტი არის STEM. STEM-ი ახლა რას აკეთებს? მეცნიერები იძახიან ასეთ რამეს, რომ ჩვენ იმიტომ კი არ ვბერდებით, რომ დრო გადის, არამედ რაღაც სხვადასხვა მექანიზმები ირთვება ორგანიზმში და ესეთი მომენტი შეეხება ქრომოსომებში ტელომერებს. 2009 წელს ნობელის პრემია გაიცა ამ კვლევაზე.
და მეცნიერებმა აღმოაჩინეს ის, რომ როდესაც სხვა ახალი უჯრედი იბადება, გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა ვერ ხერხდება როგორც საჭიროა და ყოველი შემდეგი ინფორმაციის გადაცემის შემდეგ უფრო და უფრო მახინჯი იბადება უჯრედი და ბოლოს უკვე იწყება ეს როცა მასურად ხდება უჯრედული კვდომა და ბოლოს სიკვდილი. თურმე ამ პროცესს ხელს უშლის ტელომერები, რომელიც არის ქრომოსომების დაბოლოებები, ისინი დროთა განმავლობაში მოკლდება და შემდეგ მისი დაგრძელება აღარ ხდება, რაზეც წეგან მქონდა საუბარი. და STEM-ი შეიცავს ტელომერაზას, რომელიც ანელებს ტელომერების დამოკლებას და აგრეთვე ადამიანს ეხმარება გაახალგაზრდობაში. STEM-ში არის ასევე მექანიზმი, რომელიც ეხმარება ღეროვანი უჯრედების მობილიზებაში და გააქტიურებაში. ღეროვანი უჯრედი რა არის? ეს არის ნეიტრალური უჯრედი, რომელიც ნებისმიერი უჯრედის ფორმას იღებს, როცა არის საჭირო. მაგალითად, ჩვენ თითი გაგვეჭრა, იქ მიდის ღეროვანი უჯრედები, იღებს იგივე ფორმას და იწყება მისი შეხორცება. და აი ამ უჯრედებს ამარაგებს ორგანიზმში. შემდეგი პროდუქტი არის ვეივი. ვეივი არის ენერგეტიკული სასმელი. ის არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სხვა ენერგეტიკული სასმელებისგან განსხვავდება. დღეს უამრავი ენერგეტიკული სასმელი იყიდება მაღაზიაში, რაც უშუალოდ განასხვავებს ამ პროდუქტისგან თავისი მავნე ნივთიერებებით. კოფეინი უცბად გვიწევს ენერგიას და დაახლოებით 20 წუთში ისე ვარდება. ვეივი კი გთავაზობს უნიკალურ ეფექტს, ის გაძლევს ენერგიას მალე, რომელიც მიყვება დიდხანს, აგრეთვე მასში შედის სუპერხილები, რაც მის სასარგებლო თვისებებს წინ წამოწევს და არ არის საზიანო ორგანიზმისთვის, არ შეიცავს შაქარს და ის შეგიძლია რამდენიც გინდა იმდენი დალიო. შემდეგი პროდუქტი არის Glow. Glow ალბათ ქალბატონებისთვის უფრო საინტერესო მომენტია, მის შემქმნელი არის ვინსენტ ჯიანპაპა, რომელიც არის გამახალგაზრდებელ ინდუსტრიაში ძალიან ცნობილი პიროვნება, მას თავისი ინსტიტუტიც აქვს ჩამოყალიბებული, სადაც ამ მხრივ ასწავს და მისი ფორმულა გვაქვს ამ ხაზში. ჯამში ესაა პროდუქტი, რომელიც ასადავებს მსხვილ ნაოჭებს, აქრობს წვრილ ნაოჭებს და მოკლედ ყველაფერი რაც სილამაზეს ეხება, იმებს აგვარებს. ესაც შეეხება ჯიფუს ფიზიკურ პროდუქტებს. ეს არ არის სრული ჩამონათვალი, კიდევ დაემატება ამას. ჯიფუ ყოველთვის ცდილობს, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტები ჰქონდეს, რომელიც რეალურად შედეგებს დებს და ეს იმიტომ კი არაა კარგი, რახან მე ვლაპარაკობ კარგს, არამედ კარგია იმიტომ, რომ შედეგებს დებს. შემდეგი მიმართულება არის ჯიფუ უნივერსიტეტი, ეს არის განათლება და რა განათლებაზეა ახლა საუბარი. დღეს ალბათ ხშირად გვესმის, რომ ბევრი ახალგაზრდა ეძებს, ან არც ახალგაზრდა, სადმე რომ დამატებითი შემოსავალი შექმნას და თან როდესაც გვეუბნებიან ფინანსისტები, რომ საჭიროა რომ შექმნათ თქვენი უსაფრთხოების ბალიში. და რა უსაფრთხოების ბალიშია საუბარი? ესა ფინანსური უსაფრთხოების ბალიშია. რომ შევქნათ ჩვენი დამატებით შემოსავალი, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ? ცოდნა არა მაქვს, ცოდნა თან ფული ღირს. მით უმეტეს ეს ყველა ფერი, როდესაც გაგვიჩნდა ახალი მეგობარი ხელოვნური ინტელექტის სახით, რომელიც უახლოეს მომავალში უამრავ სამუშაო ადგილს ჩაანაცვლებს და უამრავი ადამიანი დარჩება სამუშაოს გარეშე, რადგან ხელოვნურ ინტელექტზე ფიზიკურად ვერ იტყვიან ბიზნესები უარს, რადგან ისინი მაღალი ხარისხით აკეთებენ საქმეს და იაფად. ჯიფუ გთავაზობს აკადემიას, რომ ისეთ თანამედროვე პროფესიები შევისწავლოთ ნულიდან, რაშიც დღეს რეალურად იშოვება ფული. თან ისეთი დონის პროფესიონალები გვასწავლიან, რომლებიც ამ სფეროში არიან პრაქტიკოსები, ამერიკელი და ევროპელი სპეციალისტები, ვისგანაც დღეს რეალურად სწავლობენ ჩვენი ქართველი სპეციალისტები. კარგი, რა კურსებზე მაქვს მე ახლა საუბარი? ეს არის ვაჭრობა, ფორექსი და კრიპტო, რაც ყველაზე მოთხოვნადია დღეს ჯიფუში. აგრეთვე ელექტრონული კომერცია, რაც შეეხება ბიზნესის, ონლაინ ბიზნესის მართვას, ლიდერშიპი გვაქვს, უძრავი ქონება გვაქვს, სოცმედია გვაქვს, ფინანსური მენეჯმენტი, კრედიტ აკადემია. აი ეს კურსებია. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, როდესაც შენ ჯიფუ education-ს ყიდულობ,
ყველაფერს ყიდულობ ერთ ბაჟად, ყველა კურსს და ყველა კურსზე გაქვს წდომა. ჯიფუ აკადემიას აგრეთვე აქვს თავისი აპლიკაცია, რომელიც შეგიძლია smartphone-ში ჩამოტვირთო და ეს თუ შეეხება ტრეიდინგს, არა მარტო არის ჩაწერილი კურსები შიგნით, აგრეთვე შეგიძლია შენ live session-ებსაც დაესწრო. აგრეთვე ტრეიდინგზე რა ახალ ვიძახი აქვს შიგნით სისტემაში ჩამონტაჟებული სკანერები, რასაც გასწავლიან მასწავლებლები. Forex ID ეს არის ახალი ინსტრუმენტი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს იმ ადამიანს, ვისაც არ უნდა რომ პროფესიონალურად დაკავდეს ტრეიდინგით. Forex ID არის შიდა სოციალური ქსელი, სადაც შეგიძლია გამოეწერო მასწავლებელს, ვისაც შენ უსმენ და მისგან მიიღო რჩევები და გაიმეორო მისი მოქმედებები ტრეიდებში. ტრეიდინგში რახან ამ საკითხს შევეხეთ, ძალიან მნიშვნელოვანია შენი ფსიქოლოგიური მდგრადობა, რასაც ჯიფუ ძალიან დიდ ყურადღებას ანიჭებს. საერთოდ როცა ჯიფუში იწყებ ტრეიდინგის სწავლას, პირველ ნაბიჯებად გასწავლიან ფსიქოლოგიურ მიდგომას თუ როგორ იყოთ ფსიქოლოგიურად მდგრადი ტრეიდებში. ეს კურსები ავითარებს შენს ორატორულ, მეწარმეულ თვისებებს და ამ ასეთი ინფორმაციით შენ ცხოვრების სწორ სტრატეგიას ადგენ. ეს რაც შეეხება იმ სამ მიმართულებას, რაზეც არის თლიანად ჯიფუ აწყობილი, ეს იყო მოგზაურობა, ჯანმრთელობა და განათლება. გარდა ამისა, ჯიფუს აქვს თავისი საპარტნიორო პროგრამაც, რასაც ახლა განვიხილავ. როდესაც შენ ხდები ჯიფუს კლიენტი, შენ შეგიძლია გამოიყენო როგორც ფიზიკური პროდუქტები, გამოიწერო და სახში მოგიტანენ, ან შეხვიდე და ისწავლო, ან იმოგზაურო, მაგრამ შენ ხარ უბრალოდ კლიენტი ამ შემთხვევაში, მაგრამ შენ როცა ხდები პარტნიორი, შენ ხარ თავისუფალი, არანაირი ვალდებულებების გარეშე, მაგრამ მეტი პრივილეგიები გაქვს. რა უპირატესობები აქვს ახლა პარტნიორს? პირველი, შენ გაქვს უფრო იაფად პროდუქტი ვიდრე კლიენტს და მეორე, შენ შეგიძლია თანხების გამომუშავება. ჯიფუ არ იყენებს კლასიკურ რეკლამას, შესაბამისად, ინტერნეტში თქვენ ვერ შეხვდებათ რაიმე სახის ჯიფუს რეკლამა არც ჟურნალებში, არც ტელევიზიებში, არც გაზეთებში. და რაც უნდა ჩადებულიყო ასეთი ტიპის რეკლამაში, ჯიფუ ისევ ანაწილებს თავის კლიენტებზე და პარტნიორებზე. რანაირად ხდება ამ თანხების განაწილება? შენ ხდები კომპანიის პარტნიორი და შენ გაქვს ორი სახის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობა. ერთი შეგიძლია შექმნან გაყიდვებიდან, მეორე გუნდის შენებით. გაყიდვებს რა შეეხება? შენ გაქვს ბმული, რომელიც შეგიძლია გადაუგზავნოს შენს მომხმარებელს, ის აარჩევს კატალოგში პროდუქტს, გამოიწერს, ჯიფუ მიუტანს მას სახში და დააკვირდით ესეთ მომენტს. შენ არ იწევს ჯერ პროდუქტების გამოსყიდვა და სახში დასაწყობება და შემდეგ გაყიდვა. პირდაპირ ხდება ეს. შეიძლება თბილისში ხარ, მაგრამ შენი ბმული გადაუგზავნო სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად ამერიკაში, ევროპაში, შეიძლება ტაილანდში, სადაც კი ჯიფუ ოპერირებს. და გააკეთო შენი ონლაინ გაყიდვები და შესაბამისად გამოიმუშაო თანხები საერთაშორისო მასშტაბით. ახლა გადავიდეთ შემოსავლის ტიპებზე. როდესაც შენ ვინმე მოიწვიე და მასაც დაინტერესდა ჯიფუს საპარტნიორო პროგრამა, ის აკეთებს თავიდან შეკვეთას, ანუ სარეგისტრაციო პაკეტით რეგისტრირდება და თქვენ კომპანია ამაში გიხდით პირველი შეკვეთის ბონუსს. მაგალითად მე გამიწიეთ რეკომენდაცია, მე როდესაც მოვდივარ და ვიწყებ საქმეს, გარკვეულ პაკს ვარჩევ, ეს არის სამოყვარულო პაკები არსებობს და აგრეთვე პროფესიონალური. და ეს აუცილებელი პირობაა, რომ გახდეთ თქვენ კომპანიის პარტნიორი, მაგრამ თქვენ ამ პაკში არაფერს არ კარგავთ, ეს პირიქით თქვენ აქედან იღებთ პროდუქტს და სერვისს, რასაც რეალურად გამოიყენებთ. მაგალითად, მე შევიძინე პაკეტი და ვარ შენი რეკომენდაციით დარეგისტრირებული, შენი URL-ით, სარეგისტრაციო ბმულით და ამ სარეგისტრაციო ბმულით ჯიფუ ხედავს, რომ შენ მომიწვიე და მე რო შეკვეთა გავაკეთე, ესეც ფიქსირდება რა თქმა უნდა და შენ ამაში გიხდის პირველი შეკვეთის ბონუსს. ეს ბონუსი შეიძლება იყოს $20-დან $400-მდე. გააჩნია როგორი შეკვეთა იქნება. მაგალითად მე დავიწყე და დავსტარტე, ხო? ამაში გადაგიხადეთ თანხა. შემდეგ ნახე რა ხდება. მაგალითად მე მომინდა Wave-ის გამოწერა. გამოვიწერე Wave
ამაშიც გარკვეული თანხა გადაგიხადა კომპანიამ. მერე სასწავლო პორტალის გამოყენება გადავწყვიტე, იმაშიც თანხა გადაგიხადა. ანუ ნებისმიერი ფინანსური აქტივობა ეს შენ საფულეზე აისახება და შენ ჩემნაირი უამრავი ადამიანის მოწვევა შეგიძლია აქ. მეორე სახის შემოსავალი ეს არის უკვე team building commission-ი, ანუ გუნდური საკომისიო. ანუ მეც ზუსტად იგივე უფლებები მაქვს, რაც შენ. და მეც შემიძლია შევქმნა გუნდები, გავუწიე რეკომენდაცია ხალხს, მოვიწვიო ახალი პარტნიორები, შევქმნა ჩემი ბრუნვები და ეს არის უკვე ჩემი გუნდი. რაც შენი ბიზნეს შვილიშვილები გამოდის და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე შენ გექმნება გუნდი და უკვე მარტო მე კი აღარ ვარ. უკვე ჩემი ხალხიც და მეც უკვე შენი გუნდის წევრები ვართ. აქ კეთდება ბრუნვები და შესაბამისად შემდეგ კომპანია გიხდის გუნდურ საკომისიოს. წარმოიდგინე რომ შენ გაუწიე 5 ადამიანს რეკომენდაცია. შემდეგ იმ 5-მა გაუწია თავის 5-ს რეკომენდაცია. შემდეგ იმ 25-მა გაუწია თავის 5-ს. ეს უკვე გახდა 125. შემდეგ 625, 3125 და ეს არის გეომეტრიული პროგრესიის ძალა. და წარმოიდგინეთ, ამდენი ფილიალები რო გაქვს, ვიღაცა მაგალითად პროდუქტს გამოიწერს, ზოგი სასწავლო სისტემას გამოიყენებს, ზოგი იმოგზაურებს და ეს ყველაფერი რამხელა ბრუნვას ქმნის. და თითო ფილიალიდან სულ მცირე $5-იც რომ გადაგიხადოს კომპანია და მაგრამ ამაზე გაცილებით მეტსაც გიხდის. უკვე გამოდის $20,000 და ასეთი ტიპის პასიური შემოსავლის შექმნა შესაძლებელია. უკვე შენს ჩაურევლათაც კი. მესამე სახის შემოსავალი ეს არის matching commission-ი. ეს არის შესატყვისობის საკომისიო. აი მაგალითად ხა მე დავიწყე მოქმედება, შენ გიხარია, მე მოქმედებაში ვარ და მე გავიდი დავუშვათ $5,000-ზე. კომპანია შენ გადაგიხდის ჩემი შესატყვისი თანხის, ანუ $5,000-ის 20%, ანუ $1,000. მე კი არ მომაკლებს რამეს. ზემოდან შენ გადაგიხდის, რახან მე მასწავლე, რახან მე გზაზე დამაყენე, რომ ხელა შემოსავალი შემექმნა. და წარმოიდგინე ეს რა მაგარია, რა მაგარი мотиваციაა, რომ შენი გუნდის წევრები იყვნენ მაგრები. შენ მათ ხეზე ასვლასაც კი ასაო, ყველაფერს ასწავლი ასეთ დროს. და ამას კომპანია აკეთებს რამდენიმე დონეზე, მხოლოდ შენი მოწვეულებიდან არა. აგრეთვე როცა ისინიც იწყებენ მოწვევას, კომპანია იხდის 20%, 10%, 5%, ასეთი პრინციპით. როდესაც შენ აშენებ გუნდს, აკეთებ კვალიფიკაციებს, რანგებს და იღებ სხვადასხვა პრომოუშენებში მონაწილეობას, კომპანიისგან საჩუქრად შენ გენიჭება 5 ვარსკვლავიანი მოგზაურობა და მოკლედ ბევრი რო არ ვილაპარაკო, თუ ესეთი რაღაცეები მოგწონს, ძალიან მოგეწონება. კიდევ ფაუნდერ ბონუსსაც ვიტყვი. კომპანიას აქვს საშუალება რომ გადაგიხადოს დივიდენდი, რის შესრულებელი პირობაც არის, რომ პირველ რიგში ისეთი პაკეტი უნდა იყიდო, რასაც აქვს ფაუნდერის სტატუსი, ფაუნდერი გაძლევს საშუალებას კომპანიის მთლიანი საქონელ ბრუნვიდან მიიღოს საკომისიო, რომელიც არ არის დამოკიდებული პირადი შენი გუნდის ბრუნვაზე. პროცესში შენ აღწევ გარკვეულ რანგებს, იმაღლებ კვალიფიკაციებს და ყოველ ჯერზე კომპანიისგან იღებ უამრავ საჩუქრებს მოგზაურობების სახით, სწავლებების სახით და ასე შემდეგ. ამ კომპანიაში სწორედ ახლა არის ექსპონენციალურ ზრდის წინა პერიოდი, რაც კომპანიაში ძალიან სწრაფ ზრდას გამოიწვევს. ახლა მიდის ბაზრების ათვისება, როდესაც მე ახლა ამ ვიდეოს წერ და ერთ-ერთი პირველი შეგიძლია გახდე შენ ბაზარზე, ვის ქვემოთაც მოექცევა მსოფლიო ბაზრები. მსოფლიო ბაზრებზე მაქვს მე საუბარი. აქ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანით არ შემოიფარგლება ეს ყველაფერი. შენ შეგიძლია მსოფლიო მასშტაბით განავითარო ეს ბიზნესი. და ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. შემდეგი ვიდეო უკვე ჩატარდება განსხვავებული ფორმატით, როგორც თავიდან დაგკვირდით, ეს იქნება პროფესიონალებთან შეხვედრა, მაგრამ ასეთი ტიპის ვიდეოებსაც გავაგრძელებ. მადლობა ყურადღებისთვის, დაელოდეთ ჩემს ვიდეოებს, მომავალ შეხვედრამდე. აბა კარგად.